EBRD-თან გამართული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმით მინდა დავიწყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა განცხადებაც გაკეთდა EBRD-ის პრეზიდენტის მიერ და რომელიც შეეხება იმას, რომ ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არც მეტი, არც ნაკლები საუკეთესო წლის საუკეთესო ბანკირად იქნა აღიარებული EBRD-ის მიერ. EBRD გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და თანამშრომლობის ბანკი, რომელსაც ძალიან ბევრი პროექტია განხორციელებული საქართველოში, მეგა პროექტებზეა საუბარი და ის მომავალშიც გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და მომავალ მთავრობებთან და ბუნებრივია მის მიერ გაკეთებული შეფასება სერიოზული გამოწვევა უნდა იყოს მთავრობის იმ გუნდისთვის, რომელიც საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნასაც კი გეგმავს იმის დასადგენად, თუ რა წილი აქვს ლარის დევალვაციის საკითხში საქართველოს ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს ბატონ გიორგი ქადაგიძეს, რომელიც ღიად და არა ირიბად იქნა დადანაშაულებული სერიოზულ, ასე ვთქვათ, დივერსიულ ქმედებებში იმის გამო, რაც საბოლოო ჯამში აისახა ლარის ჰიპერინფლაციაში. და მოგეხსენებათ, რომ ამ წუთისთვისაც, ესე იგი 24 საათის განმავლობაში 91 პუნქტით დაეცა ლარი დოლართან მიმართებაში. ეს არის ძალიან საგანგაშო ფაქტი და მოვლენა და მე მაინტერესებს უბრალოდ იგივე ბატონი ბიძინა ივანიშვილი მისი 20-30 თუ 30-20 აღარც ვიცი უკვე რა ქვია იმ ორგანიზაციას მთავრობა ბატონი ღარიბაშვილის მეთაურობით თავისი ეკონომიკური გუნდით ბატონი კვირიკაშვილით ბატონი ხადურით რომლებიც გვაიმედებენ რომ ყველაფერი კარგად იქნება რომლებიც ტუქსავენ კიდეც და ჟურნალისტებსაც ტუქსავენ რომ მოდით და ნუ ახდენთ ტირაჟირებას ამ ალარმიზაციისას ნუ აკეთებთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით რომ ცუდად არის ლარის საქმე და ასე შემდეგ თორე ლარი იწყებს ნერვიულობას ხო ესეთი ეპიტეტიც იყო შემოტანილი ესე ვთქვათ მათ ლექსიკაში საბოლოო ჯამში მივდივართ იმ დასკვნამდე რომ ხელისუფლება აღიარებს საკუთარ უნარობას შემდგომში ჩვენ შევეხებით NDI-ის დასკვნებთან დაკავშირებულ გარემოებებსაც. რა თქმა უნდა, ამ შეფასებებთან დაკავშირებით მე მექნება ძალიან მწვავე განცხადება თქვენს წინაშე გასაკეთებელი, მაგრამ მანამდე უბრალოდ მინდა გამოვხატო ერთი ჩემი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამიკვირდება თუ აი ამ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლება და ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის რეიტინგი იყოს მილევად რეჟიმში და ძალიან მალე სულ რაღაც შემოდგომამდე ამოიწუროს საერთოდ მათი სრული ლეგიტიმაცია. ჯერჯერობით ფორმალური ლეგიტიმაცია არსებობს, ვინაიდან პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას, ეს რეანიმაციის კურსი ჩატარდა სპეციალურად იმისთვის, რომ ლეგიტიმაციის ახალი ნულოვანი ფურცელი დაწყებულიყო მთავრობის განახლებული შემადგენლობის ფორმალური საბაბით, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ განახლება ეს რეფრეშინგი მოხდა რაღაც 3-4 დღის წინ, დღეს უკვე კლება, ასე ვთქვათ, სერიოზული პრეტენზია საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ და რომ ეს განახლებული შემადგენლობა არ შველის მათი უკვე გაფუჭებული საქმიანი თუ პოლიტიკური რეპუტაციის აღდგენას. ხა რაც შეეხება საკითხი, რომელიც და ამ კონტექსტში რაც მთავარია უნდა ვთქვათ ის, რომ ბატონი გიორგი ქადაგიძის კი, ვიცი, მაგრამ მიზანშეწონილობა შექმნისა დღის წესრიგში დგას, უბრალოდ ამ ეტაპზე ითქვა უარი, ვინაიდან გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთი შეხვედრა, ასე ვთქვათ, შედგეს საქართველოს პარლამენტში და სწორედ ეს არის მიზეზი, მაგრამ მე მაინტერესებს EBRD-ის დასკვნა და მისი, ასე ვთქვათ, დაჯილდოება მისი მხრიდან, ასე ვთქვათ, რეიტინგის აწევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ რამდენად იქნება, ასე ვთქვათ, ადეკვატური შეფასების საგანი ხელისუფლების მხრიდან. ანუ ისინი რას ამბობენ? EBRD-ის შეფასებას დააყენებენ ეჭქვეშ, თუ საკუთარ თავს გაკიცხავენ და საკუთარი თავის მიმართ იქნებიან უფრო მეტად კრიტიკულნი. ჯერჯერობით ჩვენ კომენტარი არ მოგვისმენია. თუ რომელიმე თქვენგანს, თქვენ მედია საშუალებას ჰქონდა უკვე ამასთან დაკავშირებით რეპორტაჟი ან ჩანაწერი ან კითხვა-პასუხი მიღებული იქნებ, ჩვენ გვითხრათ ამის შესახებ ხმამაღლა დღესვე, იმიტომ რომ გუშინ გაკეთდა ეს განცხადებები, დღემდე კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ ჩანს. მათ შორის ჩვენი ქვეყნის მთავარი მოქალაქის მხრიდან, რომელიც ყოველთვის ინიციატივიანია ხოლმე ესეთ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთოს კომენტარები. თუმცა აჭარის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში გავრცელდა სხვა შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალიან პესიმისტური ნოტა და ისევე როგორც ბატონი კვირიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ თავარის თავსატეხი დღეს მთავრობისთვის არის ლარი, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ფაქტობრივად, კონტექსტუალურად თუ შევაფასებთ მის გამონათქვამს, აცხადებს, რომ საქმე გაცილებით უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
და არავით არის თქვი მაჟორული იმპულსი საერთოდ მის განცხადებას შემდგომში არ მოყოლია. ეს ჩემთვის ფიქრობ, რომ არის მართლა ძალიან საგანგაშო. და აი ამ ყველაფრის ფონზე ახლა დაუბრუნდეთ თავარ გამოწვევას. რასაც წლების განმავლობაშია გვახვევენ თავს საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების საფუძველზე და რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მთავრობებს, ხელისუფლებებს, ოპოზიციებს ყოველთვის გვაქვს და ჰქონდათ პრეტენზიები მათ შორის მართლ გუნდს, რომლებიც სრულად ობიექტურად აცხადებენ, რომ NDI-ის ბოდიში აქვს მოსახდელი 2012 წლის სექტემბერში დადებული სრულად ალოგიკური დასკვნის გამო, რა დროსაც ქართულ ოცნებას დაეწერა 10%, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 70% და ისე შეიცვალა რეალური შედეგების მიხედვით სურათი, რომ NDI-ის განმარტებებიც კი არ გაუკეთებია და რაც ყველაზე მთავარია, ეჭვიც კი არ შეუტანია კვლევების საველე წარმოებელი ორგანიზაციის ასე ვთქვათ, მიერ შესრულებული სამუშაოს კეთილსინდისიერებაში. აქ საზოგადოებას უნდა განუმარტოთ, თორე თქვენ ბუნებრივია შეიძლება ჩემზე უკეთესადაც იცით ეს სტრუქტურა და ანატომია, როგორ ხორციელდება. შვედეთის სახელმწიფო უკვეთავს NDI-ის, უბრალოდ აფინანსებს NDI-ის ამ კვლევების წარმოების საკითხებში. NDI თავის მხრივ უშუალოდ კვლევის ჩატარებას უკვეთავს ფორმალურად ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში არის CRRC, ესეთი ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი და ასე ვთქვათ, მთავარი დონორი გახლავთ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაცია შეერთებულ შტატებში. ხა რამდენად არის ეს, ასე ვთქვათ, ეროვნული ინტერესების გამომხატველი, როდესაც ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც დაფუძნებული არის ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი პოლიტიკური და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ. როგორც ასე ვთქვათ, ინსტიტუტი, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი შეერთებული შტატებისა და მეორე ინსტიტუტი IRI, მოგეხსენებათ ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი რესპუბლიკური ინტერესი, რომელიც ასევე გამოხატავს მეორე სახელისუფლებო გუნდის რესპუბლიკელების, ასე ვთქვათ, ინტერესებს. რამდენად შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებამ მიიჩნიოს ასეთი კვლევის შედეგები ლეგიტიმურად, როდესაც ფაქტია და ცალსახად ჩანს და ნათლად ცხადყოფს შედეგები, საბოლოო შედეგები მათ დასკვნებისა იმას, რომ პირდაპირ არის გატარებული ინტერესი დღევანდელი ადმინისტრაციისა ამერიკის შეერთებული შტატების და უბრალოდ იცით რა, შეფასებაც კი სამარცხვინო და სასაცილოა იმისა, რომ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა აი ახლა 1 საათის წინ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში საერთოდ არ არის მოხსენიებული. საერთოდ არ არის ის ძალა მოხსენიებული, რომელსაც 158 დეპუტატი ყავს ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველგან, რომელსაც აქვს ყველაზე უფრო სტრუქტურიზირებული პარტიული ორგანიზაციების საქართველოს 73-ვე საარჩევნო ოლქში, რომელსაც ჰქონდა ძალიან რეალური შედეგი და რომელიც გაუყალბეს და მიუხედავად ამისა ვერ შეძლეს რომ მესამე ადგილიდან კიდევ ქვემოთ ჩაეწიათ. ორგანიზაცია, რომლის მიმართაც NDI-მ სულ რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში ასევე ჯერ შეეცადა რომ მოეხდინა მარგინალიზება, ხოლო გვირგვინად ამ მარგინალიზებისა განახორციელა ის, რომ საერთოდ გაგვიყვანა შეფასების ველიდან. ჩვენ საერთოდ შეფასების ველში არა ვართ, სახელით და გვარით. და მე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მე თქვენ მოგეხსენებათ, რომ წარმოვადგენდი თბილისის მერობის კანდიდატს ჩემი სახელით და გვარით. და ჩემი სახელით და გვარით ჩემი რეიტინგი გაზომილი არ იყო. საერთოდ დიმიტრი ლორთქიფანიძე არ იღებდა მონაწილეობას NDI-ის მიერ წარმოებულ კვლევებში. და მათ ეს უტიფრობა გაზდით. გაზდით იმიტომ რომ ხელისუფლება ხელსაფარებს, ნაციონალური მოძრაობა საერთოდ, ასე ვთქვათ, ფიქრობს და ალბათ დარწმუნებული ვარ საზოგადოების დიდი ნაწილი დამეთანხმება რომ ისინი არიან NDI-ის ტექნიკური დანამატნი თუ NDI არის ნაციონალური მოძრაობის ტექნიკური დანამატი და რომ უმაგათოდ მათ შეუძლებელია ასე ვთქვათ პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ, ამიტომ ისინი ყოველთვის კმაყოფილებას გამოხატავენ NDI-ის შეფასებებით. როგორ შეიძლება საზოგადოების აღშფოთება არ მოყვეს იმ გარემოებას, რომ თურმე ქართველმა კაცმა კუჭი გაცვალა ეროვნული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. რომ თურმე თანაზომადია, ვშია და თანაზომადია ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი ცხოვრების უმთავრესი მისია და ამოცანა. დიახ, სწორედ ეს მოახერხა NDI-მ პოლიტიკური манипуляციის გზით და მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა მიეწეს შეფასება. ეს არის პოლიტიკური დივერსია სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გზით და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე კონკრეტული манипуляციების განხორციელების გზით. როდესაც ქვეყანაში, სადაც 1992 წელს
ფაქტობრივად ოჯახი არ დარჩა, რომ ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი თulis შემცველი ნივთები არ გაეტანა და თავდაცვის ფონდში არ ჩაედო. დღეს აი ამ ერს და ამ ქვეყანას უცხადებენ, რომ იცით რა, ჩვენთვის გამაოგნებელი სიახლე იყო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენთვის ქართველებისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აღარ არის პრიორიტეტი, მეტიც ის პრიორიტეტთა სამეულშიც კი აღარ შედის უკვე. მე როგორც ერთი ქართველი რიგითი და ამ შემთხვევაში ჩემი პოლიტიკური კუთვნილება არაფერ შუაში არ არის, ვარ შეურაცხყოფილი. არ ვიცი თქვენ, როგორც ადამიანები, როგორც მოქალაქენი, როგორც საქართველოს მკვიდრნი ჟურნალისტები, თქვათ, რას ფიქრობთ და არც მაქვს უფლება რომ ამის შესახებ ღიად დაგისვათ შეკითხვა, მაგრამ მე გთხოვთ რომ სხვას დაუსვათ ეს კითხვა. თვლიან თუ არა ეს რომ არის შეურაცხმყოფელი და სრულიად არალოგიკური და არაბუნებრივი, რომ სამუშაო ადგილი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გახადოთ თანაზომადი საკითხად, როდესაც ეს იგივეა რომ ჯანმრთელობა და კმაყოფილება, ასე ვთქვათ, შეადარო ერთმანეთს. ძალიან ცუდი შედარება მომყავს, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა რომ იყოს საფასე და საპირწონე მისი კეთილდღეობის, ვთქვათ. ასე რომ მე ვთვლი, რომ საზოგადოება ძალიან ჯეროვან დასკვნას გამოიტანს NDI-ის და მის უკან მდგომი ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის და ზოგადად იმ ძალების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც სხვადასხვა გზებით, საშუალებებით და რაც მთავარია, იმ მეხუთე კოლონაზე დაყრდნობით, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით ოპერირებენ, მოახდინოს და ფორმირება მოახდინოს ახალი ქართული საზოგადოებრივი აზრისა. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ამას ყველანაირად წინააღმდეგება და არ შემიძლია ისიც არ აღვნიშნო, რასაც გუშინ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ სრულიად არაურაზროვნად და მე ვფიქრობ ძალიან სწორად გააკეთა აქცენტი. 31% ევრაზიის სასარგებლოდ განწყობილი ელექტორალური მასისა. სხვა არაფერი არ არის, თუ არა ხელახალი манипуლირების მცდელობა იმისა, რომ მოახდინოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალარმიზაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, იმ ეგრეთ წოდებული პროდასავლური ძალების კონსოლიდაციის მიზნით, რომლებმაც არაფრის დიდებით არ უნდა დაუშვან პროეროვნული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა. დიახ, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და თქვენი მონამორჩილი, როგორც მთავარი კომიტეტის წევრი, ვაცხადებთ სრულ პრეტენზიას ვიყოთ პროეროვნულნი, პროქართულნი და გავატაროთ სწორედ ის პოლიტიკა ჩვენ ქვეყნის ყოველდღიურ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რაც გამოიყვანს ჩვენ ქვეყანას იმ ჩიხიდან, რომელშიც სამწუხაროდ დიდი ხანია შეყვანილია და იმ ჩიხიდან, სადაც საზოგადოებას ყოველდღიურად ურევენ ტვინს.